ფავორიტიზმი უსამართლობის განცდას აჩენს. შეცდომებს და ნიშნებს ჩვენ იარაღად ვიყენებთ. ნიშანს რა დავწერთ, მოდი რა აქედან დავიწყე. როგორ შეიძლება ჩემი თვითეფექტურობა ამაზე არ იყოს დამოკიდებული თუ მარტო შეცდომებზე მესაუბრებენ და მარცხვენ. მასწავლებელი ხა უნდა იცნობდეს თავის მოსწავლეს იმდენად რომ ამას მიხვდეს, რომ ბავშვს ეს ძალიან სჭირდება. სკოლაში ვაწყდებით პრობლემას, რომ ამასთან გამკლავებაც სკოლას ძალიან უჭირს. რეპეტიტორი რომ სჭირდება ჩემს მოსწავლეს, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. მოდი რა მოსწავლეზე კი არ გავბრაზდები, დავფიქრდები ჩემს მოსწავლეს ეს რატომ დასჭირდა და მე რატო არ ვიყავი ის ადამიანი, ვისაც მიაკითხავდა, ეს კითხვაც ჯერ ჩემს თავს უნდა დავუსვა და მერე ჩემს მოსწავლეს და მე რომ დავფიქრდე სინამდვილეში რაზე ვარ გაბრაზებული, აი მერე მივხვდები რომ თურმე გაბრაზებული ბავშვზე კი არ უნდა ვიყო. უნდა ვიყო სისტემაზე. გამარჯობა. ეს არის პოდკასტი მშობლებისთვის, რომელსაც მანამ უნდა მოусმინოთ, სანამ თქვენი შვილის სკოლაში ბოლო ზარი დაირეკება. მე ვარ მეგი კავთუაშვილი, პოდკასტის ავტორი და დღეს უნდა ვისაუბროთ ისეთ თემაზე, რომელიც მშობლებთან ერთად მასწავლებლებისთვისაც საინტერესო იქნება, რადგან დღევანდელი ეპიზოდის თემა ბავშვის სწავლის მოტივაციაზე, როგორ გავლენას ახდენს სასკოლო გარემო. და დღეს ჩემთან სტუმრად არის ზანდა ჩეჩელაშვილი, ფსიქოდიაგნოსტი, ფსიქოკონსულტანტი. ზანდა, მადლობა, რომ კიდევ ერთხელ მოხვედი ჩემთან, ძალიან მიხარია ეს ამბავი. პირიქით, მე სულ მოვალ. ესე იგი, ჩვენი პირველი ეპიზოდი იყო ძალიან წარმატებული, 5000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა და ძალიან კარგი გამოხმაურება გქონდა, უამრავი ასობით კომენტარი. ერთადერთი, რასაც გვწერდნენ, იყო, რომ ჩვენ მაშინ საუბრობდით მშობლებმა რა უნდა გააკეთონ, რომ ბავშვის სწავლის მოტივაცია ამაღლდეს და ძალიან ბევრი კომენტარი იყო, რომ აი სკოლაზეც ისაუბრეთ, ხო? იმიტომ რომ ოჯახი არ არის ალბათ ერთადერთი ადგილი, ხო? ძალიან ლეგიტიმური შეკითხვა და კომენტარია, იმიტომ რომ მოტივაცია მხოლოდ მშობელსა და ბავშვზე ნამდვილად არ არის. ხო, ამიტომ მოდი დღეს ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რა ხდება ბავშვის გონებაში, როგორ აღიქვავს ბავშვი, როდესაც მასწავლებელი მას რაიმე ნიშნით გამოარჩევს. ან ამბობენ ხოლმე, რომ აი ამოჩემებული ვყავარ მასწავლებელს და ისეთ ქულას არ მიწერს, რომელსაც ვიმსახურებ. ვისაუბროთ იმაზე, რა ხდება, როგორ იცვლება ბავშვის დამოკიდებულება სწავლის მიმართ, როგორ იცვლება ბავშვის ქცევა, თუ თulis რომ მის ძალისხმევას აზრი არ აქვს და მაინც ვერ გახდება ისეთივე წარმატებული, როგორც მაგალითად მისი ყველაზე ბეჯითი თანაკლასელი. და ვისაუბროთ იმაზეც, უჩინარ ბავშვებზეც ვისაუბროთ. ბავშვებზე, რომლებიც სხედან კლასში, მაგრამ რაღაცნაირად უჩინარები არიან და არ ჩანან ისინი და ხდებიან რაღაცა უგულებელყოფის საგნები, სუბიექტები, ხო? ესე შეიძლება ითქვას. ჩემი პირველი შეკითხვაც ეხება აი ამას. კარგად გითხარი, როდესაც მშობელი ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ბავშვის სწავლის მოტივაცია მაინც არ არის ისეთი, როგორიც იქნებოდა სასურველი, რომელიც ბავშვს დაეხმარებოდა, რომ მისი სრული პოტენციალი გამოევლინა, რამდენად შეიძლება, რომ მიზეზის ძებნა დავიწყოთ სასკოლო გარემოში? ახლა რომ ვთქვა, რომ არ არსებობს ეგეთი რამე, რომ მოხდეს. ჩვენ წინა შეხვედრაზე არ მახსოვს ეს თქვით თუ არა, მაგრამ ზოგადად მოტივაცია ძალიან მულტიფაქტორულად ყალიბდება და მულტიფაქტორულად იკარგება. და ასე მარტივი მართლა არ არის, რომ მხოლოდ ერთი ფაქტორი იყოს, რაც ბავშვს მოტივაციას უზრდის და ერთი ფაქტორი იყოს, რაც უკარგავს. მხოლოდ ბავშვის და მშობლის ბრალი ცხადია ვერ იქნება მოტივაციის დაკარგვა მეგი. და მოტივაცია რომელ გარემოშიც იკარგება, იმ გარემოში უნდა ვეძებოთ ჩვენ ამის მიზეზები. თუ მოტივაცია იკარგება სახლში კი არა რომ რაღაცები იმეცადინოს, არამედ ბავშვი ამბობს, მოდი კონკრეტულები რო ვიყოთ, რა ხარ როგორ მივხვდეთ ამას, ხო? სკოლაში საპროტესტებს რაღაცებს მაგალითად, ან შეიძლება სკოლაში სულ არა პროტესტებს, მაგრამ სახლში აპროტესტებს მეცადინაობას, ხო? მაგრამ ბავშვი შეიძლება ამბობდეს აი ესეთ ძალიან სასიგნალო ფრაზებს, რომ აი რა აზრი აქვს, მაინც არ ჩანს, სხვებს მაინც უფრო მეტად უფასდებათ, ხა შეიძლება ის ტყუები ბავშვმა ვერ გამოიყენოს, მაგრამ აი სხვებს უფრო ხედავენ, სხვებს უფრო აქებენ, სხვებს ნიშანს უფრო უწერენ. აი არ დაგავიწყდეს რას ამბობ და მე ესეთი რამ მომისმენია და ალბათ ჩვენს მაყურებელსაც, რომ ბავშვი ამბობს, რომ არ ვისწავლი რა გაკვეთილს, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, მე მაინც არ გამომიძახებს და იძახებს ერთი და იგივე 2-3 ბავშვს, რომელმაც ყოველთვის კარგად იცის გაკვეთილი და აი ზუსტად რამდენიმე დღის წინაც მოვისმინე ესეთი ფრაზა, რომ
ძალიან გულწრფელად ვსაუბრობთ მე და შენ და გეტყვი რომ უბრალოდ ვერ ვხვდები ეს რა სიტუაციაა მართლა. იმიტომ რომ ვერ ვხვდები რას ნიშნავს მაინც არ გამომიძახებს მასწავლებელი. რატომ ხდება რომ კონკრეტულ ბავშვს მაინც არ გამომიძახებს რას ნიშნავს ვიწევ ხელს და არ მიძახებენ თუ ვიცი რომ არ გამომიძახებს და მეზარება მეცადინება და მოდი არ მიმეცადინებ თუ ეს გულის ტკივილია რომ მე არ გამომიძახებენ და ამიტომ ჩემს ძალისხმევას აზრი არ აქვს. ეხლა ეს კიდე საერთოდ სხვადასხვა პოლუსებია. ნახეთ ერთი მხრივ რომ მე თავიდან ვირიდებ სამეცადინოს და ვამბობ რომ მაინც არ გამიძახებენ და ტყუილად რატო ვიმეცადინო რაც პრობლემაა თავისთავად. იმიტომ რომ ბავშვი იმისთვის არ უნდა სწავლობდეს გამოიძახებენ თუ არა. ჩვენ თუ ფავორიტიზმზე ვსაუბრობთ, ეხლა ფავორიტიზმი გამოძახება, არ გამოძახებაში სულაც არ გამოიხატება, ბევრ სხვა რამეში გამოიხატება. მაგალითად, ყველაზე მარტივად შესამჩნევში მშობლისთვის ნიშანში და ყველაზე რთულად შესამჩნევში მშობლისთვის, მაგრამ მარტივად შესამჩნევში ბავშვისთვის მის მიმართ დამოკიდებულებაში, რაც ბავშვები მას ძალიან კარგად ხედავენ, ბავშვი ყველაზე კარგად გრძნობს, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, პატივს სცემენ თუ არ სცემენ, ითვალისწინებენ თუ არ ითვალისწინებენ, ამას ბავშვი ფანტასტიურად გრძნობს კანით. შეიძლება ეს სულ არ იყოს გამოხატული მის მიმართ შეურაცხყოფაში და დამცირებაში, მაგრამ ის ხვდება რომ ვიღაცა მასზე მეტად უყვართ, მასზე მეტად მოსწონთ, მასზე მეტად პატივს სცემენ და აი ეს ორივე ხა ნიშანიც და დამოკიდებულებაც და აი ზოგადად ფავორიტიზმი უსამართლობის განცდას აჩენს. ხო და აი უსამართლობის განცდა მნიშვნელოვანი არის, აი როდესაც შენ ხარ მოსწავლე და შენ გაქვს უსამართლობის განცდა. ამან შეიძლება ნეგატიურად ემოქმედოს შენი სწავლის мотиваციას. ან გართულოს შენი ქცევა. მოდით მე დაგისვამთ ახლა ერთ კითხვას. რატომ ხდება, რომ ოღონდ მე წამყვანი რო არ დავაკონკრეტო. ხო, შეიძლება. რატომ ხდება, რომ როდესაც ბავშვი თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს, ან ტელეფონით ახლა თამაშობს, მარც ხდება 50 ჯერ და 50 ჯერ იწყებს თავიდან. შეიძლება 50-მე ტურშია გასული. და იმდენჯერ დამარცხდა რომ პირველიდან უწყებს დაწყება და იწყებს პირველიდან თავიდან. რატო ხდება? ანუ შეიძლება ეს არის წარმატებულობის გამოცდილება, რომელიც მიიღო ამ თამაშში. აუცილებლად. და ის რომ თვითონ ხედავს თავის შედეგს. ყველა ჯერზე, ყოველ ახალ ტურში თვითონ ხედავს თავის შედეგს და აკონტროლებს თავის შედეგს. თამაში უფრო სასიამოვნო და საინტერესოა და სკოლის საგნები თამაშთან და სიამოვნებასთან არ ასოცირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ. ის რომ კომპიუტერულ თამაში მე ჩემი мотиваციით ვერთვები და სურვილით და სასკოლო მეცადინეობაში იძულებული ვარ რომ ჩავერთო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამას კი არ გამოვრიცხავთ. მაგრამ აქვს უსამართლობის განცდა, რობინმე წააგებინა სპეციალურად ბავშვს. იმის ბრალია, ამის ბრალია, ტექნიკოსის ბრალია. რაღაცის ბრალია, მოგისმენიათ ერთხელ მაინც ბავშვისგან რომ გითხრათ რომ მე რო ეს წავაგე, ეს არის ვიღაცის ბრალი, ვინც ეს თამაში შექმნა. ეგეთი რამე მოგისმენიათ. არასოდეს, ძალიან საინტერესოა. მოდით ახლა ამას ამ თვალთახედვით დავინახოთ სწავლის პროცესი და ვილაპარაკოთ არა სახლზე, არამედ სკოლაზე. მაშინ რატომ ხდება, რომ სკოლაში რომ მარცხდები, აღარ მინდა რომ ვცადო. ბევრი ფაქტორი არის აქ, ხო? მაშინაც კი როცა ჩემი мотиваციით ვერთვები, მე мотиваცია მაინც შეიძლება დამეკარგოს. მაგრამ როდესაც გარემო ერევა ამაში, როგორ შეიძლება უსამართლობის განცდამ мотиваციამ ცდილობის არ დაუკარგოს ბავშვს, რომლის мотиваციაც სწავლის ახლა ფორმირდება. ზრდასრულობაში უსამართლობამ შეიძლება უფრო მეტად გაგაბრაზოს და ჩვენ ამაზე წინა შეხვედრაზეც ვისაუბრეთ, რომ და ბავშვის პიროვნებას გააჩნია. შეიძლება პირიქით უსამართლობაზე მეტად ცდილობდე, მაგრამ ასეთი ბავშვი ბევრი არ არის და უფრო მეტი არის ბავშვი, რომელიც ნებდება. და იმიტომ ვამბობთ ჩვენ ძალიან ხშირად, ეს მხოლოდ ჩემი სიტყვები არ არის, იმიტომ რომ ეს ჩვენი სიტყვები არ არის, ეს ლიტერატურა, რომელიც გვეუბნება, რომ არსებობს мотиваცია დაკარგული ბავშვი, მაგრამ ბავშვი, რომელსაც არაფერი არ აინტერესებს არასდროს, ესეთი ბავშვი არ არსებობს. ჩემ შულს არაფერი არ აინტერესებს, არ არსებობს, მაგრამ ჩემ შულმა мотиваცია, ჩემმა მოსწავლემ мотиваცია დაკარგა, ესეთი ბავშვები არსებობენ. და კი, აი ეს გარემო ფაქტორები და განსაკუთრებით განცდა უსამართლობის
მოტივაციაზე აისახება და აისახება ძალიან დრამატულად. ძალიან და რამდენიმე თვის წინ ინტერვიუ ჩავწერე მე-12 კლასელ მოსწავლესთან ძალიან გონიერი ბიჭი იყო, რომელსაც ვკითხე, რას შეცვლიდა განათლების სისტემაში და მან თქვა, რომ აი ჩვენი განათლების სისტემაში მე შეცდომის დაშვებას გავხდიდი ლეგიტიმურს, იმიტომ რომ სწავლა შეცდომის გარეშე შეუძლებელია და შეცდომა არ არის დანაშაული, როდესაც სწავლობ. და ეს მენიშნა, იცი, რაღაცნაირად ჩემ ბავშვობაშიც ესე იყო და როგორც ჩანს ეხლაც, ანუ წელს დაამთავრა მე-12 ამ ბავშვმა, ეხლაც პრობლემა, ანუ როდესაც შეცდომის დაშვება ითვლება სირცხვილად. ეს რამდენად არის ნეგატიური გავლენის მომხდენი? რა თქმა უნდა არის, მაგრამ ჩვენ ამას ასე უნდა შევხედოთ, რომ შეცდომა არის ნაწილი სწავლის. შეცდომის გარეშე რო შეუძლებელია ყველამ ვიცით, მაგრამ ამაზე შეიძლება ვიღაც მოგვედაოს, რომ ჩვენ გვინდა რომ ეს შეცდომი მინიმუმამდე დავიყვანოთ, მერე გამოცდაში ამას არავინ აპატიებს, მერე ის, მერე აი ბევრი რაღაცა შეიძლება ამას გამართლება მოუძებნოს ახლა მეორე მხარემ, რომელიც გაუწითლებს ბავშვს დაწერილ დავალებას, მაგრამ პრობლემა ის კი არ არის, რომ შეცდომაზე მივუთითოთ, რომ იქ პრობლემა ის კი არ არის, რომ 2+2 7 რო უწერია ბავშვს უთხრა, რომ 2+2 7 არ არის, ეს არ არის პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ ჩვენ შეცდომას არ ვაღიარებთ როგორც სწავლის შემადგენელ ნაწილს. და სწავლის ნაწილია ეს. როგორც სწორი პასუხებია სწავლის ნაწილი, ისე არის შეცდომები სწავლის ნაწილი. ორივეთი ვსწავლობ მე ბავშვი რომ ვარ და ორივე აუცილებელია იმისთვის, რომ რაღაცა ვისწავლო. ზოგჯერ სწორი პასუხი უკეთ მომახსოვრდება და ზოგჯერ არასწორი, რომ ეს რაღაცა აღარ დავუშვა იგივე შეცდომა. შეცდომები თქვენ რაც მოყევით, ახლა მე რაღაცნაირად ცოტა ყურზე მომხვდა ის, რომ სავარაუდოდ, როდესაც შეცდომას უშვებდნენ, არ ვიცი, სკოლაში, ეს ძალიან ხაზგასმული და აქცენტირებული იყო და სავარაუდოდ იმაზე მეტად აქცენტირებული იყო, ვიდრე მიღწევები და ეს ძალიან ხშირია, მე კიდე ჩვენ ამაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, რომ ბავშვი რომ აკეთებს რაღაცას სწორად, ის რჩება ყურადღების მიღმა, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს. თითქოს ჩვეულებრივი ამბავი, აბა როგორ? ხო. მაგრამ როგორც კი შეცდომას უშვებს, ეს ძალიან აქცენტირებულია რა. ყვირის ეს შეცდომა. დიახ, აი ეს არის პრობლემა და სავარაუდოდ ის არაჩვეულებრივი მოზარდიც ამას გულისხმობდა, რომ ლეგიტიმურობა ნიშნავს იმას, რომ შეცდომას რო დავუშვებ, არ იყოს ასე ძალიან აქცენტირებული და მთელი ჩემი მცდელობა მარტო შეცდომების რაოდენობებით არ იზომებოდეს და პირიქითაც საერთოდ შეცდომებით კი არა, იზომებოდეს სწორი პასუხებით და ჩემი პროგრესით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეცდომებს და ნიშნებს ჩვენ იარაღად ვიყენებთ. რაღაცისთვის ახლა ბევრი მიზეზი აქვს ამას რატო. და იმიტომ ხდება მერე რომ ხო შეცდომებზე უფრო მეტი აქცენტი კეთდება, რაც ასევე კლავს მოტივაციას. მე სულ ვიცახი რომ იცი რა არის ჩვენ ძალიან გვიჭირს ბავშვის ადგილას თავის წარმოდგენა. არ ვიცი როგორ გავიზარდეთ ასე რომ არ გვახსოვს ბავშვები რომ ვიყავით რა გვტკიო და ყველა დროში ბავშვებს ძირითადად ერთი და იგივე რაღაცების ტკივათ. იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში დიდად არ იცვლებათ რომ და ბავშვების მართ დამოკიდებულება. ის რომ მაგრამ ისე დიდად არა, ისე დიდად არა როგორც მენდომებოდ. და ამიტომ ჩვენ მსგავსი ტკივილები გვაქვს და გავიხსენოთ ახლა ბავშვობა ძალიან რომ ცდილობ რაღაცა დაწერო, დავალება. ან ისწავლო ლექსი, ან ტექსტი და დაგავიწყდა ერთი სიტყვა და დაგჭირდა წიგნში ჩახედვა. ან ერთი სიტყვა არასწორად გადმოწერე. ან რაღაცა მექანიკური შეცდომა დაუშვი. ან დიდი შეცდომა დაუშვი არ იყო მექანიკური. და მთელი შენი მცდელობა ამ შეცდომის ირგვლივ რო ტრიალებს. და 1000 სიტყვიდან 900 რო სწორად გიწერია, ის რომ საერთოდ დანახული არ არის. შეიძლება რომ ბავშვის თვითეფექტურობა შემცირდეს, ანუ განცდა იმის რომ მე რაღაც შემიძლია, ამან დაამციროს და რა თქმა უნდა. არ არსებობს რომ არ შემეშალოს და მე ბავშვი ვარ თუ დიდი ვარ, ვიცი რომ შეუძლებელია არ შემეშალოს. აი თქვენ რომ პოდკასტს წერთ, მე კი დარწმუნებული ვარ გიწერენ ამას, მაგრამ აი რომ წერთ და 1 საათიან პოდკასტში ერთი სიტყვა რომ შეგეშალოთ თქვენ ან მე, მაგალითად რაღაცა შემეშალოს, სახელი შემეშალოს ვიღაცის, ან სხვა სიტყვის ნაცვლად სხვა სიტყვა ვთქვა. და ადამიანები რომ ამაზე ძალიან მერე ცუდ რაღაცას უკავშირებს გაძლევენ. მხოლოდ მაგაზე რო ვიზუალზე რო აპელირებენ. ან
აი რაღაცაზე რაც არ მოეწონა და მთელი შენი შრომა წყალში ჩაყრილია არ გიჩნდება სადღე ჩვენ ზრდასრულები ვართ რა და მეტი მეგობა გვაქვს მეტნაკლებად თქვენ ცოტა მეტი მეც და ნაკლებად მაინც და გააჩნია რაში და აი ბავშვი რო ხარ და შენი თვით შეფასება ამაზე რო არის ჩამოკიდებული გარედან ვინ რას მეტყვის და როგორ მეტყვის როგორ შეიძლება ჩემი თვითეფექტურობა ამაზე არ იყოს დამოკიდებული თუ მარტო შეცდომებზე მესაუბრებენ და მარცხვენენ ანუ მარცხვენენ შეცდომის როგორ მომივიდა ეს მე ხო არ მეკადრებოდა ხო ამდენი მაქვს ნამეცადინები დედამ ამდენი დრო დამითმა მასწავლებელი ესეთ გადამყვა ან იმის თქმა რომ ალბათ საკმარისად არის მეცადინე კიდევ უფრო მტკივნეული რა ხო რატო დაჯექი კომპიუტერთან რატო დახარჯე ის ალბათ არის აი რო გეცადათ ეს ძალიან მტკივნეული იმიტომ რომ ზოგჯერ ბავშვი იმაზე მეც ცდილობს ვიდრე შეუძლია. რო შეუძლია ამაზე მეცად შეიძლება ცდილობდეს და ამას რო ეუბნებიან რომ უფრო მეტი უნდა ეცადო და უფრო მეტი ფიზიკურად არ შეუძლია რესურსი ამაზე არ აქვს. ეს ძალიან აი აქ არის ზუსტად ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით ეს შესაძლებლობები და მოთხოვნები რო ერთმანეთს ეჯა აი მანდარი რომ ის უკვე იმაზე მეტი ვცადე ვიდრე შემეძლო და კიდევ უკეთესად ვცადო მე ვაცნობიერებ რომ ამას ვერ შევძლებ. და ვაცნობიერებ რომ უშეცდომოთაც ვერ გავაკეთებ და ვაცნობიერებ რომ სხვა ვიღაცა იქნება ვინც ჩემზე უკეთესად გააკეთებს და რა თქმა უნდა ეს თვითეფექტურობაზე აისახე. ეხლა მინდა რომ ერთი ამბავი გავიხსენოთ ჩემი ბავშვობიდან. მე ვიყავი სუსტი მათემატიკაში ძალიან და დაბალი ქულა მქონდა. ამიტომ დედაჩემმა მიმოყვანა მასწავლებელთან, რომელიც არ იყო სკოლაში ჩემი მასწავლებელი, სხვა ადამიანი იყო ანუ და ძალიან სწრაფად ამოვქაჩერა, ანუ ერთ წელიწადში ვისწავლე ბევრი, იმიტომ რომ საუკეთესო ეს იყო, პედაგოგი იყო, უკვე ასაკოვანი. და მასწავლებელი, რომელიც მასწავლიდა ამ საკანს სკოლაში, დიდი ეჭვით მიყურებდა, რომ შენ შემთხვევით სადმე ხომ არ ემზადები ქალბატონო? ასე სწრაფად როგორ და მაშინ ხუთიანი იყო მაქსიმალური და ვერ ვეღირსე, რომ ჩემთვის დაეწერა ხუთიანი, იმიტომ რომ მე სხვასთან ვემზადებოდი. და ძალიან ცუდად მახსოვს ეს ამბავი და აქედან დაიწყო ჩემი ქცევის სირთულეები კლასში. ანუ მე დავიწყე ამ მასწავლებლის გაბრაზება რეგულარულად. ოღონდ მე იმ მომენტში ალბათ ძალიან მინდოდა რომ ეს ჩემი დამსახურებული ხუთიანი მიმეღო და დამემტკიცებინა რომ მე შემეძლო რომ მათემატიკაში ვყოფილიყავი კომპეტენტური. თუმცა ისე დავამთავრე რომ არ მაღირსა რა თქმა უნდა. მე მგონი დღემდე არის ესეთი მსმენია მეც რომ აი თუ ემზადები თქვათ მასწავლებელი თუ სხვასთან ემზადები მასწავლებელი ისე გიყურებს რომ რაღაცა ეჭვი შეაქვს. ნუ ხო მესმის მაგრამ მოდი ამ ამბავს გავეშვათ თუ გინდა მაგრამ თქვათ როცა ბავშვი თვლის რომ მას ეკუთვნის რაღაც ნიშანი თავს გრძნობს კომპეტენტურად მაგრამ ვერ ეღირსა რომ მასწავლებელმა მისი შრომა დააფასოს. რა მოსდეს ბავშვს? მე ძალიან რთული კითხვაა და გეტყვით რატომ რა ჩემი განცდა და ობიექტურობა კიდე ხო არ არის მთლად ერთი და იგივე. არ ვიცახე რომ ყველა ესეა, მე მხოლოდ ჩემი ამბავი. არა, მაგასაც თქვენს შემთხვევას ზუსტადაც რა არ გულისხმობ, იმიტომ რომ თქვენ შემთხვევაში ობიექტურად გაუმჯობეს და იმდენად ობიექტურად გაუმჯობეს და რომ მასწავლებელმაც აღნიშნა რომ გაუმჯობეს და ეს არ არის მე მეგონა რომ გაუმჯობეს და სინამდვილეში არ გაუმჯობეს და ბავშვს შეიძლება ჰქონდეს განცდა რომ იმაზე მეტს იმსახურებს ვიდრე მას ნიშანს უწერენ რა ვიდრე ობიექტურად ეკუთვნის. ახლა ესეც ძალიან ბავშვური ამბავია რომ იგონოს რომ სხვაზე უკეთ მოყვა, სხვაზე უკეთ დაწერა და ობიექტურად ესე არ იყოს. ანუ ეს კიდე მე რასაც ეძახე, კი. ნიშანს რა დავწერთ, მოდი რა აქედან დავწერთ. ნიშნის ფუნქცია რა არის? ჩვენს ქვეყანაში. პროგრესის შეფასება. ანუ ეროვნული სასწავლო გეგმით არის რომ შეაფასოს ბავშვის პროგრესი ცალკეულ საგანში. ხო და თუ პროგრესის შეფასებაა და თუ ნიშანი განმავითარებელია, ხო განმავითარებელი რას ნიშნავს? ან თუ კი ნიშანი მოტივაციისთვის არის, ბავშვს თუ ვამჩნევ მე მასწავლებელი და მომიტევოს ყველა, მაგრამ მასწავლებელი ხა უნდა იცნობდეს თავის მასწავლეს იმდენად რომ ამას მიხვდეს, რომ ბავშვს ეს ძალიან სჭირდება. მასწავლებლის მოვალეობა არის რომ მან იცოდეს მის მოსწავლეს რა სჭირდება, ხო და იცნობდეს მისი მოსწავლისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნიშანი და ამ შემთხვევაში თქვას რომ მე მცდელობას ვაფასებ. მე მითხრა ერთხელ ჩემმა ლექტორმა რაღაცაზე ვყვებოდი რაც ძალიან მიყვარდა
დავდიოდი მეხედავ ფსიქოლოგიას ვსწავლობდი რაღაც ქართულ ლიტერატურაზე ავიღე საგანი ჰუმანიტარებთან მენატრებოდა კითხვა სხვა რამეებისიც და არ მქონდა დრო და იქ შემეძლო რომ თან მეცადინებდი ხო ეს სახელი ერქვა ხო და ამართლებდა შენ დახარჯულ დროს დროს არ ხარჯავდი რაღაცა ჩემი სიამოვნებით და მაშინ რაღაც ამბავს უყვებოდი რაც ძალიან მომწონდა მე ეს ამბავი და ჩემმა არაჩვეულებრივმა ლექტორმა მაშინ მითხრა ისეთი რაღაც რომ ფაქტობრივი უზუსტობები იყო, მაგრამ ენთუზიაზმს ვაყავ. და მე ეს რა თქმა უნდა მაინც კრიტიკაც მივიღე და ძალიან შემრცხვე, იმიტომ რომ მე ჩემი პრობლემები მქონდა. მაგრამ იცი რა, დაფასება ბავშვი, დაფასება რას ნიშნავს? დაფასება შეხედვა და შემჩნევა ბავშვის სურვილის, ბავშვის მცდელობის. იცით ბავშვს ზოგჯერ როგორ უნდა თავის კლასელებთან როგორ უნდა რომ მაღალი ნიშანი მიიღოს. იცით როგორ უნდა სახლში მოიტანოს, მაგრამ აი ზოგჯერ ბავშვის ამ სურვილის დაკმაყოფილება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მათ შორის ობიექტურობა. მე არ ვიცი ხარ ყოველთვის, მაგრამ აი ზოგჯერ აი ეს ბავშვის სურვილები არ უნდა გამომეპაროს და თქვენ რაც მოყევით ახლა მე ვერ წარმომიდგენია ისე არ მიყვარდეს ბავშვი. ჯერ ერთი რეპეტიტორი რომ სჭირდება ჩემს მოსწავლეს, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. და თუ ეს მე თვით შეფასებაზე და ღირსებაზე ესე მირტყამს, რომ ბავშვს უნდა გადავეკიდო, თუნდაც მე 12 კლასზე იყოს, მაინც ბავშვია, სანამ სკოლაშია. და აი ბავშვს თუ უნდა გადავეკიდო, იმიტომ რომ აი ეს ისე ურტყამს ჩემს ღირსებას და თვით შეფასებას, რომ მას რეპეტიტორი სჭირდება, მაშინ მოდი მე უნდა შევცვალო რაღაცა, რომ ჩემს მოსწავლეს რეპეტიტორი არ სჭირდებოდეს. თუ ესეთი ძალიან მაგარი მასწავლებელია. მზად ხარ ხა იმ კომენტარების ორიენტალისტვის რაც აბსოლუტურად და გეტყვით ერთ რამეს რა. დავიწყოთ იქიდან, რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მასწავლებლებს. ოღონდ მართლა და ეს ამით მინდა საერთოდ რომ როცა მასწავლებლებს ვლაპარაკობთ, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რო ვთქვა და გეტყვით რატოა მნიშვნელოვანი. ჩემს ოჯახში 6 ადამიანიდან 4 არის პედაგოგი. მე თვითონ თქვენ ძალიან კარგად იცით რომ მასწავლებლად ვმუშაობდი 1 წლის განმავლობაში. ჩემთვის ძალიან შიგნიდან არის ნაცნობი რა სირთულეებს აწყდებიან მასწავლებლები. ბავშვებთანაც, მშობლებთანაც, კოლეგებთანაც, ადმინისტრაციასთანაც და სამინისტროსთანაც. და მე თუ ვამბობ რაღაცას, ხო, ამას არ ვამბობ ფსიქოლოგის პერსპექტივიდან მხოლოდ არ ვამბობ და ახლა რაც ვთქვი, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ავიღებ, რასაც ჩვენ მე და თქვენ დღეს მასწავლებლებს ვიტყვით, მე ძალიან მინდომებოდა მასწავლებლებმა ეს თავდასხმად კი არ მიიღონ მხარდაჭერად და ცოტა სარგეთ, რომ რაღაცები გვერდიდან დავინახოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როცა მე მაკრიტიკებენ ფსიქოლოგს, როგორც პიროვნებას არა. აი როგორც ფსიქოლოგს, მე ძალიან ვცდილობ, რომ იქ ვეძიო, იქნებ რაღაცა მართლა უნდა სხვანაირად დავინახო და რაღაცა მართლა შემეშალა და მას პიროვნულ შეურაცხყოფად ვცდილობ, რომ არ მივიღე ხა შეიძლება ყოველთვის არ გამომდიოდეს, მაგრამ თუ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი. პედაგოგებთან ურთიერთობა მე იმ პედაგოგებზე ვილაპარაკო, რომლებსაც ხო შორის არაერთხელ საუკეთესო პედაგოგების ჯილდო მიუღიათ. მე არ ვსაუბრობ რიგით პედაგოგებზე, ვინც ჩემი ოჯახია. და ძალიან კარგად ვიცი მათი გამოცდილებები და გზა ყოველდღიურობაში. ძალიან კარგად ვიცი რა არის, როცა გიყვარს მოსწავლე, ძალიან კარგად ვიცი რა არის, როდესაც შეურაცხყოფას გაყენებს მოსწავლე. ძალიან კარგად ვიცი რა არის მშობელი, რომ ვერ ხედავს შენს შრომას. ისიც კარგად ვიცი რა არის შენ რომ მშობელს მთელი გულით ეუბნები რომ მის შვილს დახმარება სჭირდება და მშობელი რო აქეთ გადანაშაულებს და მისი შვილისთვის არაფერს აკეთებს. ეხა ეს ყველაფერი მე ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ჩვენ პრობლემებზე ლაპარაკი გვჭირდება. აუცილებელია ეს. და აუცილებელია ამაზე ილაპარაკოს ვიღაცამ, ვისაც შეუძლია გვერდიდან სხვა პერსპექტივები დაგანახოს, თორე მე საერთოდ არ ვთვლი რომ რომელიმე პედაგოგზე მეტი ვიცი, საერთოდ არა. ჩვენ გვერდიდან შეხედვა გვჭირდება რაღაცებისთვის. ახლა რომ დავუბრუნდე იმ სიტყვებს, რაზეც მე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ.
ჩემთვის თუ ამდენად შეურაცმყოფელია და ეს პიროვნულადაც და პროფესიულადაც მირტყამს მე ყველაზე სუსტ წერტილში, რომ ჩემი მოსწავლე წავიდა სხვა რეპეტიტორთან, მოდი რა მოსწავლეზე კი არ გავბრაზდები, დავფიქრდები ჩემს მოსწავლეს ეს რატომ დასჭირდა და კარგი დასჭირდა, იმიტომ რომ კლასში ვერ ისწავლა ბევრი მოსწავლე. სხვასთან რატო წავიდა და მე რატო არ ვიყავი ის ადამიანი, ვისაც მიაკითხავდა, ეს კითხვაც ჯერ ჩემს თავს უნდა დავუსვა და მერე ჩემს მოსწავლეს მე თუ ბავშვთან დიაგნოსტიკა არ გამომდის, მე ბავშვზე არასდროს ვბრაზდები, ეს დამიფიცება. ყოველთვის ვეძებ მიზეს იმაში მე რა ვერ გავაკეთე და რატო ვერ შევაფასე ეს შევაფასე რა ვერ დავსვი. რატომ მიიღე ის შედეგი, რაც მიიღე? მივიღე შედეგი. რატომ ვერ დავსვი, რატო ვერ დაინტერესდა, რატო არ მოუნდა, რატო ვერ გამოავლინა ის პოტენციალიც, რაც მე ხო გეგმა სულ არ მაქვს, რასაც ბავშვს მივყვები, ხო, მაგრამ არ მოუნდა ჩემთან ამის გაკეთება. აი მე რომ ამ დროს ბავშვზე გავბრაზდე, მასწავლებელი რას მეტყოდა? ანუ არ მეტყოდა რომ ახლა შენ რანაირი ფსიქოლოგი ხარ ბავშვზე თუ გაბრაზდი, ანუ ეს იგი შენ ვერ გააკეთე რა. ანუ მოდი ახლა ზოგჯერ არის ხოლმე იცი და მასწავლებლები რეალურად სისტემაზე ბრაზდებიან, მაგრამ მე ბავშვზე გადადის ხოლმე ეს ბრაზი. სისტემაზე ბრაზდებიან, იმიტომ რომ იმაზე მეტი მოსწავლე ზის კლასში, ის იმაზე ცუდი პირობებია საკლასო ოთახში ვიდრე უნდა იყოს. ან არანაირი ხელშეწყობა არ აქვს თქვათ და შემდეგ ბავშვი არის ის ადამიანი, ვისაც გადადის ეს ბრაზი ხა და თან უსაფრთხოა ბავშვთან ბრაზის გამოხატვა ვიდრე სისტემასთან, იმიტომ რომ ამას შეიძლება დამატებითი პრობლემები მოყვას. მე ვფიქრობ, რომ უფრო დიდი პრობლემა ზუსტად ის არის, რომ სინამდვილეში სისტემაზე არ ბრაზდებიან და ბრაზდებიან ბავშვზე. ბავშვზე გაბრაზება უფრო მარტივია, იმიტომ რომ ბავშვი გახდა ის სუბიექტი, რამაც მე დისკომფორტი შემიქმნა. და მე რომ დავფიქრდე სინამდვილეში რაზე ვარ გაბრაზებული, აი მე მივხვდები, რომ თურმე გაბრაზებული ბავშვზე კი არ უნდა ვიყო, უნდა ვიყო სისტემაზე. ჩვენ რომ საზოგადოებად მართლა შევდგეთ, მე ხა რაც არ უნდა ვიღაცებს ეს არ მოეწონოთ, დამაკლდა წინა ჩაწერაზე ნეგატიური კომენტარები და ვითხოვ. იქნება. საზოგადოებად თუ გვინდა შედგომა, მართლა გულწრფელად რა, ჩვენ რომ ხა ილია რო სარკეში გვახედებდა, ეხლა მე მაგას გავწევ რომ ილია ვარ. რო გავიხსენოთ ილია რას გვიკეთებდა, ნახე რომ აი გვეუბნებოდა რომ შეხედეთ რა გიჭირთ. რაღაცა იქ უნდა გავიხსენოთ, რომ ჩავიხედოთ სარკეში და დავინახოთ რომ მე თუ არ მივხვდი, ვისგან უნდა მოვითხოვო? ვისგან უნდა მოვითხოვო? ბავშვისგან უნდა მოვითხოვო? მშობლისგან? კოლეგისგან, მარტო ჩემი თავისგან, თუ იქნება და სისტემისგან, რომელიც არის ჩემი დამსაქმებელი, რომელიც არის პასუხისმგებელი ჩემს კეთილდღეობაზეც პირველ რიგში და ბავშვის კეთილდღეობაზეც და რატო თქვი პირველ რიგში მასწავლებლების გულისმაგებას კი არ ვცდილობ. არა, მაგალითად ნახეთ, ჩემთან რომ მოდის მშობელი და მშობელი რო არის ძალიან ცუდად. ბავშვი მოყავს, ჩემი პაციენტი ბავშვია, მშობელი არ არის. მაგრამ მშობელი რო არის ძალიან ცუდად, მე მშობელს ვეუბნები რომ თქვენ უნდა იყოთ ჯერ კარგად, რომ მე ერთად შევძლოთ და ამ ბავშვს დავეხმაროთ. მე რომ ძალიან ცუდად ვარ მასწავლებელი, მე რომ ვარ გაღიზიანებული, გაბრაზებული, უკმაყოფილო, დაუფასებელი, დაღლილი, ყველაფერი ყელში მაქვს ამოსული და უკვე იმ მდგომარეობამდე ვარ მისული, რომ გულწრფელად მგონია, რომ არაფერს აზრი არ აქვს, რაც არ უნდა ვსინჯო. აი ამ მდგომარეობაში რომ ვარ, ეხა ძალიან გამიჭირდება ბავშვთან ურთიერთობაც, მშობელთან ურთიერთობაც, სწავლებაც, ძველი მეთოდებით სწავლებაც კი გამიჭირდება, არათუ ფეხის აწყობა 21 საუკუნეზე. ამიტომ პირველ რიგში კი განათლების სამინისტრო ნამდვილად პასუხისმგებელი არის, რომ შენ რომ დაგასაქმ ბავშვზე სხვანაირად არის პასუხისმგებელი. მაგრამ ბავშვზე პასუხისმგებლობა მოიცავს მასწავლებელზე და მის კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობის აღებას. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჯაჭვია. მაგრამ ამ ჯაჭვში ყველაზე სუსტი არის და ის ვისაც არაფერზე პასუხისმგებლობის არც აღება შეუძლიათ, არც რამის შეცვლა არ შეუძლია, კლიმატს ბავშვი ვერ შეცვლის. მასწავლებელს სწავლებას ბავშვი ვერ მოანდომებს. პირიქით ხდება ეგ. ვერ მოგანდომებს მოსწავლე, რომ შენ გაკვეთილის ჩატარება გაგეხარდეს. ძალიან ცოტაა ესეთი შემთხვევა. პირიქით კი, აი მე შეიძლება ისე ჩავატარო გაკვეთილი, რომ ბავშვს მოუნდეს ჩემი მოსმენა.
მაგრამ აი და რასაც თავისი საფუძველი აქვს და არა ის რომ ბავშვები ცუდები არიან ან სასტიკები არიან ან რა ბავშვი შეიძლება იყოს სასტიკი და ბავშვები ყველაზე მეტად ბავშვობაში არის ადამიანის სასტიკი. იმიტომ რომ ჯერ შუბლი არ არის ჩამოყალიბებული და ჩვენ ხშირად გვიტყვით რომ ადამიანი ამას თავისი საფუძველი აქვს. ხო, კი ბატონო, მაგრამ ეს ბავშვი არის მოცემულობაა ეს ბავშვი. და ამ ბავშვს არ აქვს რესურსი, რომ განათლების სისტემას მოერგოს და ჩვენ პირიქით ვცდილობთ, რომ ბავშვი მოვარგოთ ამ სისტემას და არა პირიქით და იმიტოა, რომ ვართ ძალიან წარუმატებლები, ძალიან, რომ ამ ბავშვს, რომელიც ყველაზე უმწეო ამ სიტუაციაში და რომელზე პასუხისმგებელიც არის მშობელიც, მასწავლებელიც, სკოლაც და სახელმწიფო მთლიანად და განათლების სამინისტროც და ჯანდაცვისიც და ყველას ავიწყდება, რომ ეს ბავშვი არის მათი ცენტრალური ფიგურა. ზანდა, ეხლა მინდა რომ მშობლებსაც მიუწვდეთ. იმიტომ რომ კი ვისაუბრეთ რომ თუ თქვათ ჩემი მოსწავლე მიდის სხვასთან მოსამზადებლად მე უნდა ვიფიქრო იმაზე რომ რატო აკეთებს ამას, რატო არ მოვიდე ჩემამდე, მაგრამ მე არაერთი შემთხვევა მსმენია რომ მშობლები მოდის გამო მიდიან რეპეტიტორთან. მაგალითად მესამე კლასში თუ ბავშვი გამართულად ინგლისურად ვერ საუბრობს, აი არ ვიცი, უდიდესი პროცენტი მიდის რეპეტიტორთან და ამზადებს ბავშვს, იმიტომ რომ ინგლისური აუცილებლად უნდა იცოდეს. ანუ თავის მხრივ არც კლასის დამრიგებელი და სკოლა ეუბნება მშობელს ცალკეულ საგანში მისაღწევის სტანდარტი რა არის და იმ წლის ბოლოს ბავშვებმა რა შედეგი უნდა დაძლიონ ეროვნული სასწავლო გეგმით. არც მშობელი კითხულობს, იმიტომ რომ წარმოდგენა არ აქვს და ესე როგორც ბნელში ხელის ცეცებას გავს ეს ამბავი, თავისებურ გადაწყვეტის გზას პოულობს მშობელი და მიდის რეპეტიტორთან. რაც შეიძლება ბევრი მათგანისთვის ფინანსური ტვირთი იყოს პრობლემა, იმიტომ რომ სამსახურს ანებებდეს თავს და ბავშვი დაყავდეს ერთი საგნიდან მეორე საგნის მასწავლებელთან, მაგრამ ფაქტია რომ ამას აკეთებენ. მოდი ესე დავსვამ შეკითხვას. როდესაც ბავშვი სკოლაში დადის, მაგრამ ზოგიერთ საგანს, ან ყველა საგანს სწავლობს რეპეტიტორთან. კარგავს თუ არა ფუნქციას სკოლაში სიარული. და პასუხი ცხადია, ხო? ბავშვის თვალში კარგავს პირველ რიგში. დავანებოთ დავანებოთ ობიექტურ რეალობას თავი. ბავშვის თვალში იკარგება სკოლის ფუნქცია და პედაგოგის ავტორიტეტი. რა თქმა უნდა. აი რაღაცა ხა ეს ხო ამას ხო ფსიქოლოგი არ სჭირდება, ამას სჭირდება უბრალოდ დავჯექი და დავფიქრე. კი რა, მე მგონი სჭირდება, იმიტომ რომ ადამიანებმა ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს ამას. მე საერთოდ ვერ ვხვდები რას ნიშნავს მოდას ავყრე, მithumetes თუ ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს, მოდას ავყრე და ბავშვი ვატარო რეპეტიტორთან. ეს რა ფენომენი. ეს ძირითადად ეხება უცხო ენებს. მე მყოლია ბავშვის შეფასებაზე, რომელიც პირველ კლასშია და ქართულშიც ემზადება, მათემატიკაშიც და უცხო ენაშიც. ალბათ იმიტომ რომ დედას დრო არ აქვს თუ მამას რო დაუჭდეს და ხო, მაგრამ პირველ კლასელი სახლში არც უნდა მეცადინეობდეს ბევრს. ხო, პირველ კლასელ სახლში აი რატომ უნდა გქონდეს ძალიან ბევრი სამეცნიერო. ჩვენ პირველ კლასში ვარჯიშობთ მეცადინეობაში. და არ არის ეს იმდენი დრო და ძალიან დიდი ბოდიში მშობლებთან, მაგრამ ეხა რომ ყავს პირველ კლასში შვილი 15 წუთი სჭირდება მას გაკვეთილების მოსამზადებლად, იმდენად ცოტა აქვს დავალება. არც ატანენ სახლში ხშირ შემთხვევაში პირველ კლასში სჭირდებოდეს 15 წუთი. ან უნდა სჭირდებოდეს 15 წუთი. ხა თუ პირველ კლასელ სკოლა ისე ტვირთავს, რომ ამას მშობელი და ვერ უმკლავდება და რეპეტიტორი სჭირდება, ეს ცალკე პრობლემა, მაგრამ კითხვა სხვანაირად იყო დასმული. ხა ბავშვს სჭირდება დრო, არ შეიძლება ბავშვი 24 საათი მეცადინეობდეს ჯერ სკოლაში, მერე სამ რეპეტიტორთან, მერე სპორტიც აუცილებელია და თუ მოდაზე ვლაპარაკობთ, მაშინ სპორტია მოდა თუა, მუსიკა, ერთი მაინც საკრავი, რაღაცა წრეები არის ხა ძალიან ცნობილი. ყველაფერს ფსიქოლოგიური წრე ჰქვია სულ, შეიძლება იმ წრეს და ფსიქოლოგს სულ არ გაუვლია, მაგრამ მაინც ფსიქოლოგიური წრე ჰქვია, იმ წრეზეც აუცილებლად უნდა ატარებდე ამ ბავშვს და ბავშვი გვაქვს რაღაცა გადაქცეული თვით რეალიზების მართლა საგნად. ხა თქვენ თქვით თავიდან საგანი და მე არ მოგეწონათ ეს სიტყვა და სუბიექტად გადაკეთეთ. მართლა საგნად გვაქვს ქცეული ბავშვის არსებობა ჩვენი თვით რეალიზების. მაგრამ ახლა ეს ცალკე პრობლემა. ვიყურებს ახლა ბრაზდება, რომ რას ქვია მოდაშია სკოლაში რო ვერ იღებს იმ განათლებას, იმიტომაც დამყავს ჩემი შვილი რეპეტიტორთან მეუბნება და ეს არ არის შეკითხვა შენთან, ზანდა ეს არის უბრალოდ ისევ სისტემურ კრიზისთან მივდივარ. მე მყავდა მათემატიკის მასწავლებელი მე-4 კლასში, რომელიც
რომელიც გვეუბნებოდა ესეთ რამეს. თუ ვერ გაიგებთ რომელიმე ამოცანას, რომელსაც სახლში გაძლევთო, ნურავის ნუკითხავთო, მე მკითხეთო და ყველაზე კარგად მე აგიხსნითო და მახსოვს რომ ერთხელ დედაჩემმა მითხრა რომ ვერ გავიგე მართლა ერთი ამოცანა და გამოვტოვე და დავტოვე იმისთვის ადგილი რომ ამიხსნიდა ჩემი მასწავლებელი, ჩამეწერა და გადავედი სხვა ამოცანაზე და დედაჩემმა ჩახტა და მითხრა რომ რას ქვია ეხა ეს როგორ შეიძლება და მე მქონდა საშინელი პროტესტის განცდა, იმიტომ რომ მე მჯეროდა ავტორიტეტი პედაგოგის, რომელმაც მითხრა რომ ჩემზე კარგად ამას ვერავინ ვერ აგიხსნეს და მე აგიხსნი თუ ვერ გაიგებ, ჩვენ ამისთვის დრო გვექნება და უცებ მეორე ავტორიტეტი მეუბნება რომ რას ქვია კაცო ეხა ზოგჯერ მშობელმა სკოლას ბავშვი უნდა ანდოს რაღაცაში. ძალიან პრობლემატურია, როცა სკოლას და მასწავლებელს იმდენად არ ვენდობი. აი ხა ეს როგორი გაფუჭებული ურთიერთობაა, რომ იმდენად არ ვენდობი, რომ პირველი კლასიდან მოყოლებული ერთ ნაბიჯზე არ ვანდობ ჩემს შვილს სკოლას. რომ აი შეძლოს თვითონ ან სკოლას მოვთხოვო, რომ ჩემს შვილს ასწავლოს. ძალიან ბევრი კერძო სკოლაში დადის, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია საქართველოში მოგეხსენებათ, რეპეტიტორთან მაინც დადის და მე ეს არ მესმის კარგად. მე არ მესმის აბიტურიენტი მიუხედავად იმისა, როგორი ასოსანი მოსწავლეც უნდა იყოს, მაინც რომ უნდა ემზადებოდეს ყველა საგანში. მაგრამ ამ კითხვებს ჩვენ უნდა ვსვამდეთ ამ ყველაფრის შემოქმედებთან, რაც არის სისტემა და სისტემის შემქმნელები. სწორედ. ის რაზეც ახლა საუბრობთ, არის ამოუწურავი. მოდი ვთქვათ, რომ არ დასრულდება არასდროს და ახლა აქ სავსე რო იყოს ოთახი ადამიანებით, ალბათ ყველას ექნებოდა საკუთარი მოსაზრება ამ თემაზე, მაგრამ პასუხი არის ერთი, რა მოქმედებაში არის პასუხი. რა თუ შენ ხედავ, რომ შენი შვილი სკოლაში რაღაცას ვერ სწავლობს, პირველ რიგში უნდა ეს მოსთხოვოს სკოლას. ეს სკოლა კერძოა, საჯაროა. პირდაპირ მოთხოვნით ხო დაველაპარაკო რა ხდება, რატო რა მე რა შემიძლია გავაკეთო. აი თუ მასწავლებელი მით უმეტეს ხარო გავაერთიანოთ, ვიცი რომ გაბრაზდება ეს რომ რეპეტიტორთან მივიყვანე, ჯერ უნდა მივიდე და ვუთხრა რომ აი მე რა ჩემს შვილს ვერ სწავლობს და მე რა გავაკეთო, როგორ მოგეხმაროთ თქვენც და ჩემს შვილსაც, აი თქვენ რას გააკეთებთ და მე რას გავაკეთებ. იცი რომ არ გვაქვს ესეთი კულტურა, იცი რომ დიალოგის კულტურა სკოლებში არ არის. ძალიან კარგი პირად მაგალითს. სანდა ასე ჩანთა გადაკიდებულებით განან დერეფანში მასწავლებელი და მშობელი და იქ ამ ფორმატში, უკეთეს შემთხვევაში ამ ფორმატში საუბრობენ ძალიან სერიოზულ პრობლემაზე, რაც ბავშვს ეხება. ან მესენჯერში საუბრობენ წერილობით, ან ტელეფონით. ან არ საუბრობენ რომ კონსულტაცია აირიდონ. არა, ან არ საუბრობენ. სკოლებში არ არის სივრცე ადგილი, სადაც აი რეგულარული შეხვედრები არ ტარდება. სადაც გვიდევს თქვათ ნაშრომი ბავშვს და განვიხილავთ. ეს არ არის სასკოლო კულტურის ნაწილი. სამწუხაროდ, თორე რასაკვირველია დიალოგით იწყება, მერე გადადის მოთხოვნაზე და თუ ვერ აღწევ, მერე შეიძლება რაღაცა სხვა სამართლებრივი მექანიზმებითაც დაინტერესდე რა შეგიძლია, მაგრამ ამის ნერვი, თავი მე უფრო ვიცოდი კულტურა და გამოცდილება. გამოცდილებები ერთი მხარე არ ცდილობს ამ კულტურის დანერგვას. ამის წინ მქონდა ერთ-ერთი შეხვედრა მასწავლებლებს შევხვდი და იქ თქვენს ბოლოს, რომ იცით რა არის, ყველაფერი კარგია, რასაც თქვენ საუბრობთ, მაგრამ კულტურა უნდა შეიცვალოსო და მერე იქნება გამოსადეგია, რომ საუბრობს პედაგოგი, რომელიც უნდა შეყაროს, ვინ უნდა შეცვალოს კულტურა. აი, ვინ უნდა შეცვალოს კულტურა? ანუ მასწავლებელმა თუ არ შეცვალა, სახელმწიფო მშობელმა თუ არ შეცვალა, ეს კულტურა თავისით შეიცვლება? თაობა რომ შეიცვლება. თაობას ჩვენ ვზრდით უკაცრავად. ასე რომ ესე ვერ გამოვა მარტივად, მაგრამ ეხლა ძალიან ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა მაქვს და არ მინდა რომ ამისთვის დრო არ დაგვრჩეს და მინდა რომ სათანადო დრო დავუთმოთ. იმიტომ როცა ჩვენ საუბრობთ რაღაცა мотиваციაზე, დიდწილად წარმოგვიდგენია ხოლმე ეს საშუალო სტატისტიკური შესაძლებლობების მოსწავლე. და არ გვახსენდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები. ხო არ შეგიძლია დაგვისახელო რამდენიმე, მაგალითად ფართოდ გავრცელებული დიაგნოზი და მასთან დაკავშირებული სირთულეები იქნება ეს სწავლასთან და ვიცი რომ დიდი თემაა, მაგრამ აი ყველაზე სწრაფად რაც გაგახსენდება. მოდით როგორ დავყოთ? ჩვენ ვახსენოთ მდგომარეობები, რომლის მართვაც ძალიან მარტივია ზოგადად საგანმანათლებლო სისტემაში. მაგალითად, რაღაც სოციალური სირთულეები, ემოციური პატარ-პატარა სირთულეები, მე არ ვიძახი რაღაცა მძიმე ემოციურ მდგომარეობებს.
შფოთვა მაგალითად დაბალი თვითშეფასება და ამის გამო ვერ ახერხებს ბავშვი ისე ხარ რა თქმა უნდა სპეციალური თუმცა სპეციალური საგამართლებლო საჭიროება შეიძლება იყოს როდესაც შფოთვა მაქვს და ამის გამო ვერ ვყვები გაკვეთილს და ვერ გამოვდივარ დაფასთან და გამოცდაზე ისევ ნერვიულობ რომ ვერ ვწერ ვერ ვკითხულობ მებლარება თვალი ნერვიულობისგან ეს არ არის შეზღუდული შესაძლებლობა ეს არის სპეციალური საგამართლებლო საჭიროება და მოდი ამ ჭრილში ვილაპარაკოთ ხო ეხლა ჩვენ ვიცით რომ ყველა დიაგნოზი სულაც არ ჭდება სპეციალურ საგამართლებლო საჭიროებაში მაგალითად დისლექსია და მაგალითად ADHD ეს არის მდგომარეობები მიუხედავად იმისა როგორც ეს პედაგოგებს არ უნდა მოეწონოთ ეს ისეთი ორი მდგომარეობა ჯერ ერთი ყველაზე გავრცელებული და მეორე მარტო დისლექსია არა დასწავლის უნარის დარღვევები რაშიც შედის დისლექსიაც დისგრაფიაც დისკალკულიაც ამ ყველაფერი ერთად ხო აი დასწავლის უნარის სირთულეებზე და ADHD-ზე ანუ ყურადღების დეფიციტზე და ჰიპერაქტივობაზე სკოლას უნდა ჰქონდეს რესურსი და უნდა ჰქონდეს რესურსი უფრო მარტივად რომ ამ მდგომარეობებს გაუმკლავდეს როგორ ვასწავლო ბავშვს წერა და კითხვა ეს სკოლამ უნდა იცოდეს როგორ შევძლო ბავშვის გაჩერება გაკვეთილზე ეხლა მე არ ვლაპარაკობ ქცევით აშლილობებს ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობა ეს არ არის ისეთი მდგომარეობა რომ ვერ იმართოს საგაკვეთილო პროცესში სამწუხაროდ ჩვენ ამ მდგომარეობებთან მიმართებაშიც კი სკოლაში ვაწყდებით პრობლემას რომ ამასთან გამკლავებაც სკოლას ძალიან უჭირს. ამ მდგომარეობებთან გამკლავებაც კი, რაც ნებისმიერ რაღაცა განვითარებულ ქვეყანაში, სადაც 25 წელია ინკლუზიურ განათლებაზე ისწავლება და ინერგება, ეს ორი მდგომარეობა როგორც მინიმუმ უნდა იყოს მართლა მოგვარებული და დამუშავებული თბილისის კი არა, მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროტოკოლის დონეზე შეიძლება ჰქონდეთ ალბათ გაწერილი. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ვართ რეალობაში, სადაც ამ მდგომარეობების შემჩნევაც კი პრობლემაა. ან პირიქით გენერალიზებულია, ყველა აქტიური ბავშვი ჰიპერაქტიურია. ძირითადი პრობლემა სკოლაში, რაც მერე ხდება ბავშვზე და მშობელზე და საკუთარ თავზე და სკოლის დირექტორზე და ძალიან იშვიათად განათლების სამინისტროზე გაბრაზების მიზეზი არის ბავშვის არასასურველი ქცევა. რას კარგავს მოსწავლე გარკვეული დიაგნოზით თუ მდგომარეობით რომლის მიმართაც ან საერთოდ არ არსებობს მოლოდინი, იმიტომ რომ ისინი ამ მდგომარეობის მატარებლები არიან. ან ისევე მოეთხოვებათ მათაც როგორც ტიპიური განვითარების ბავშვს. ხო და ყველაზე ხშირად ჩვენ ამ ორ უკიდურესობას ვაწყდებით. ერთი მხრივ არის მდგომარეობები და ყველაზე ხშირად მაინც ამ სირთულეებში ხვდებიან ბავშვები ინტელექტუალური განვითარების დარღვევით. იმიტომ რომ არ ეტყობათ გარეგნულად, იმიტომ რომ მათი ქცევა არ არის დარღვეული. მსუბუქი დარღვევის შეიძლება იყოს დარღვეული. ანუ ესე ვერ იტყვი, ხო გეუბნებით ხა შეიძლება დისლექსია მქონდეს და მქონდეს ქცევის დარღვევა რა. დისლექსიის მართვის ნაწილში მე სუხთად კითხვისათვისება ვიგულისხმევ და იმიტომ ვთქვი მე ქცევა ცალკე რა. ქცევა თუ პრობლემურია, იქ ქცევა არის სიგნალო და არა რომ ეს ბავშვი იმიტომ იქცევა ესე რომ ვერ კითხულობს და რცხვენია რომ ვერ კითხულობს. მაგრამ ინტელექტუალური დარღვევა ვიზუალურად ესე ხო როგორც ხარ დისლექსიას და ADHD-ს, მაგრამ აი ვიზუალურად ხშირ შემთხვევაში ხა მithumetas მსუბუქი ინტელექტუალური დარღვევა, ან როცა მოსაზღვრე მდგომარეობაა, ხო, რაღაცებს აკეთებს, რაღაცებს ვერ აკეთებს. თუ ბავშვი გაგვიმართლა და არის კარგი ტემპერამენტის და კარგ ტემპერამენტში ვგულისხმობ, რომ ქცევა კარგი, ემოციის რეგულაცია უკეთესი აქვს. და თუ კი არის ისეთი რა რომ თავისთვის არის და შეუძლია ვერ იგებს რა ხდება გაკვეთილზე ხა ეს რა დრამატულ რამეს ვამბობ სინამდვილეში რომ ბავშვი მთელი დღის განმავლობაში ზის სკოლაში გაკვეთილებზე რომლის უმეტესობასაც ის ვერ იგებს ფიზიკურად უნარი აქვს მწირი იმისა რომ ეს გაიგოს ისე როგორც ეს ეროვნულ გეგმაში წერია შეიძლება პირველ კლასში სულ არ ჩანდეს და გამოჩნდეს მესამე კლასი ხო მოთხოვნები რომ გაიზრდება ხა როგორც წესი წერა კითხვას მაინც სწავლობენ ბავშვები მსუბუქი და საშუალო ინტელექტუალური დარღვევითაც კი. ამიტომ პირველ კლასში ეს არ არის თვალსაჩინო.
მაგრამ აი როცა აზროვნების ოპერაციები შემოდის, ანალიტიკური ამოცანები შემოდის, ტექსტის გააზრება შემოდის, აი უფრო რთული ოპერაციები შემოდის აზროვნების, იქ აღმოჩნდება, რომ ბავშვი ამას ფეხდაფეხ ვეღარ მიხვდება, ხო? ხა ამ მდგომარეობას ეს ახასიათებს, ამას ვერსად ვერ გავექცევით, რაც არ უნდა რთული მოსასმენი იყოს ეს, ხო? და ხშირ შემთხვევაში თუ კი ბავშვი ესეთი მშვიდია და თავის თავს გაირთობს და არავის შეაწუხებს, აი მაშინ ეს ბავშვი არის უჩინარი. და ძალიან გვიან აღმოაჩენენ ხოლმე, რომ თურმე ამ ბავშვს ინტელექტუალური დარღვევა აქვს და ძალიან გვიან მოხდება ამ ბავშვის გადამისამართება სპეციალისტთან. ეს რა თქმა უნდა არ არის მარტო პედაგოგის პასუხისმგებლობა, მშობლისიც არის და მშობელიც ხა ინტელექტუალური დარღვევა თანდაყოლილია და სულ უნდა ჩანდეს, ხო? ისევე როგორც ხა დისლექსია სკოლაში გამოვლინდება უფრო მეტად სიტყვაზე, მაგრამ აუტიზმის სპექტრი, ინტელექტუალური დარღვევა, ADHD, ეს მაინც ისეთი მდგომარეობა, რაც მანამდეც სხვადასხვა ასაკში, სხვადასხვანაირად, მაგრამ მაინც ჩანს. ამას მარტო სკოლას ვერ დავაბრალებთ. და უჩინარობა ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვილაპარაკია. და მე ცოტა მეუხერხულება ხოლმე რაღაცებს რომ ვიმეორებ, მაგრამ ახალს ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. უჩინარი როა ბავშვი კლასში ეს მარტო იმ პრობლემას არ ქმნის, რომ ვერ სწავლობს. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ამ ბავშვს რა პოტენციალიც აქვს, ის ბლაგვდება. და რისი ათვისებაც შეუძლია იმასაც ვერ ითვისებს და ეს მართლა დანაშაულია ამ ბავშვის და მისი ოჯახის წინაშე. უბრალოდ ჩვენ ამას თვალს თუ გავუსწორებთ, მივხვდებით, რომ ეს არის დანაშაული ამ ბავშვის წინაშე და მისი ოჯახის წინაშე. ეს ბავშვი მარტო ხო არ არის. და დროთა განმავლობაში აღმოვაჩენთ, რომ რა რესურსიც ქონდა, ნელ-ნელა ისიც მიილია, იმიტომ რომ мотиваციაც დაიკარგა და არ განვითარდა უნარი არსებული, დაიკარგა რესურსი არსებული და კიდევ უფრო უკან წამოვიდა ეს ბავშვი ნაცვლად იმისა, რომ წინ წასულიყო. მაგრამ მეორე პრობლემა მარტო სწავლა კი არა. მეორე პრობლემა არის ის, მე ჩემი ტიპური განვითარების ბავშვებს რა მაგალითს ვაძლევ. როგორ უნდა მოიქცნენ აი ამ მათ კლასელს, რომელსაც ჩვენ გვავიწყდება, რომ სრული უფლება აქვს იმ კლასში ყოფნის. და იგივენაირად ეკუთვნის სკოლაში სიარული, როგორც სხვა ნებისმიერ ბავშვს ქვეყანაში. რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო მასზე. და ზუსტად ეს გვითქვამს ჩვენ ბევრჯერ, ბავშვები, როდესაც მათთვის უცხო სიტუაციას წააწყდებიან, უყურებენ ავტორიტეტს. აი ავტორიტეტს გაიხსენეთ თქვენი შვილები, მოსწავლეებს თავი დავანებოთ, შვილები გაიხსენეთ რა, რაღაცა ხმა გაიგონა, ვერ მიხვდა რისი ხმა და რას აკეთებს, შენ გიყურებს, რა შენ რა რეაქცია მექნება, კი. ეს არის, რო არ ვიცი მე რასთან მაქვს საქმე, ვუყურებ ავტორიტეტს. ან მშობელს, ან მასწავლებელს. მოზარდობაში თანატოლს, ვინც ჩემი ავტორიტეტი ხდება, თუ მანამდე ეს დამოკიდებულებები იგრძნობა, ხო, ბავშვებისთვის ძალიან გასაგებია, როგორი დამოკიდებულება აქვს ზრდასრულს მისი თანაკლასელის მიმართ, რომელსაც აქვს შეიძლება დამოკიდებულებას ვერც გრძნობდეს, მაგრამ მასწავლებელი ქცევის მოდელია და იგივე ქცევითი მოდელით იქცევა ბავშვიც და თუ ბავშვი იგნორირებულია გაკვეთილზე, იგნორირებულია, კითხვას არ უსვამენ, დავალებას არ აძლევენ, საგაკვეთილო პროცესში არ თავენ, მისგან აბსოლუტურად არაფერს ელიან, ეს არის ქცევის მოდელი, რითიც ბავშვი სწავლობს, რომ აი ამისგან მეც არაფერს უნდა ველოდო, კითხვა არ უნდა დავუსვა, არ უნდა ვეთამაშო, დასვენებაზე ჩემს ერთად გასეირნება არ უნდა შევთავაზო. შეიძლება დამოკიდებულებას ბავშვი ვერ ხვდებოდეს. შეიძლება ვერ ხვდებოდეს, იმიტომ რომ დამოკიდებულებაც შეიძლება არ ჩანდეს ამ ბავშვის მიმართ. დამოკიდებულებაც კი მის მიმართ შეიძლება არ იყოს იმდენად იგნორირებული იყოს ბავშვი გაკვეთილზე, უბრალოდ იყოს ამ გაკვეთილზე. და ამ ქცევის მოდელებს მე ბავშვები იყენებენ. მაგრამ უბრალოდ აზრს დავასრულებ. მეორე უკიდურესობა არის, როდესაც ამავე ან მსგავსი დიაგნოზის მქონე ბავშვს იგივე მოთხოვნებს ვუყენებ, რასაც ტიპური განვითარების ბავშვს. იგივე მორალს ვთხოვ, იგივე ქცევის წესებს ვთხოვ, იგივე ათვისებას და სწავლას ვთხოვ, რასაც ტიპური განვითარების მქონე ბავშვს. ორივე შემთხვევაში ყველაზე მსუბუქი სიტყვა რო ვთქვა, არასამართლიანად ვექცევი ჩემს მოსწავლეს, რომლის წინაშეც მე ვარ ანგარიშვალდებული. ჩვენ საუბრობთ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ბავშვი ფორმალურად არის საკლასო კლასის ნაწილი, თუმცა ეს მხოლოდ ფორმალურად ხდება, ხო? ანუ არის კლასში, მაგრამ ის არ არის ჩართული, თქვათ,
იმ ტიპის აქტივობებში რისი დაძლევაც მას შეუძლია. ხშირ შემთხვევაში ის შემჩნევის პრობლემა, ბავშვის შემჩნევის პრობლემა, როცა ბავშვი უჩინარია. მარტო ის კი არ არის, რომ შეიძლება მე არც ვიცოდე, რომ ამ ბავშვს რთული აქვს, უბრალოდ თვლიდა, რომ სუსტი ბავშვია და ვერ ან ზარმაცია და არ სწავლობს. პრობლემა შეიძლება იყოს მაშინაც, რომ ბავშვს ეწეროს ინდივიდუალური გეგმა. ანუ ყველა მიცის, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების არის. კიდე ერთხელ თავი დავანებოთ დიაგნოზებს. ინდივიდუალური გეგმაც ეწეროს. უბრალოდ არავინ არ იყენებდეს ამას ბავშვთან. და ხო ეგ არის ზუსტად, რომ სხვა გზა არა გვაქვს საჯარო სკოლაში განსაკუთრებით, ეს ბავშვი უნდა მივიღოთ, სხვა გზა არა გვაქვს ფიზიკურად არ დაგვიტოვეს სხვა გზა, მაგრამ არც რესურსი და აღჭურვილობა არ მოგვწეს, რომ ამ ბავშვთან მუშაობა ცოტა უკეთესად შეგვძლებოდა და ამიტომ რაღაცა უფრო ესე გამოდის ხოლმე ხო, რომ ეს ბავშვი თავისთვის არის, მაგრამ იმას ვერ იღებს, რაც მას სჭირდება. თუ ჩვენ გვინდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ უნდა იყოს? ხო, როგორ უნდა იყოს? იდეალურ შემთხვევაში მეგი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გაკეთდეს, არის რომ აღმოვაჩენ, რომ ბავშვს აქვს სირთულე, უნდა დაირაზმოს სკოლა. ბავშვის და მშობლის წინააღმდეგ კი არა. ბავშვის და მშობლის გადასარჩენად. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში რო დავირაზმეთ და შევიკრიბეთ ბავშვის მასწავლებლები, ბავშვის მშობელი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არაფერ არ ვაგდებთ, თითქოს არაფერი არ იცის. თითქოს მისი ბრალი ყველაფერაც ხდება. და საკმარისია რამე თქვას, ერთი შეკითხვა დასვას, რომ ეს ხდება რაღაცა პრობლემური მშობელი. ხო, პრობლემური მშობლის სახელს ვარქმევთ. ხო, კი. არ აქვს უფლება, მარტო მადლობა უნდა თქვას. და ამაზე, რო დავირაზმეთ ყველანი, ჩვენი კომპეტენცია თუ არ ყოფნის, ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ქცევის თერაპევტი. ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ოკუპაციური თერაპევტი. ჩვენ უნდა მოვიყვანოთ გარედან ფსიქოლოგი, რომელიც რაღაცა მითითებას მოგცემს. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია ინკლუზიურ განათლებაზე ვსაუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო იყო ეს თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, ამაში ბევრი ფინანსები და ადამიანური რესურსი, პირველად უფრო მეტი ადამიანური რესურსი, მე თუ მკითხავთ, ჩაიდო. ამის მიუხედავად დღეს რომ მე რაღაცა არ ვიცოდე, ამის გამო მე მაინც არ დავუქნებდი თითს არც ერთ მასწავლებელს და არც ერთ სკოლას. მაგრამ როცა არც ცდილობ და როცა ამბობ, რომ ამას აზრი არ აქვს, იმასაც რამდენჯერ მოგვისმენია ეს ხო, რომ ამას აზრი არ აქვს, ის შედეგიანი არ არის, ის შედეგიანი არ არის და ხშირ შემთხვევაში მე მაგალითად ჩემთან მოსულ, შეფასებაზე მოსული ბავშვების მშობლებისგან მომისმენია, რომ უფრო რეგიონებში ვიდრე თბილისში, მაგრამ ნუ მაინც მომისმენია, რომ აი სკოლა გვეუბნება, რომ თუ გინდათ ჩართეთ, მაგრამ აი რა აზრი აქვს. ანუ რაღაცნაირად თავიდანვე მშობელსაც კი ისე რომ განაწყობ, რომ აზრი არ აქვს ამ ბავშვისთვის რამის გაკეთებას, ეს ასე იქნება. ეს არ შეიცვლება და ეს ხო კოლექტიური ამ სფეროში მომუშავე ადამიანების დამოკიდებულება. ეხლა თქვენ ხო ეს არაერთხელ მოგისმენიათ, ეს ხო მარტო ჩემი პირიდან არ გესმით, რომ ადამიანები ამას ამბობენ. ჩვენ ეს რამდენჯერ მოგვისმენია, რამდენი სკოლაში მომუშავე სხვადასხვა, რამდენ ქალაქში, რამდენ რეგიონში, რამდენი სხვადასხვა სკოლაში მომუშავე სხვადასხვა სპეციალისტისგან, ხო? ჩემი კოლეგებისგანაც მათ შორის, რომლებიც არ არიან სინამდვილეში, ჩემი კოლეგები და არ ქვეს უბრალოდ ჩემი კოლეგები არიან. დარაზმვა გულისხმობს იმას, რომ მე ობიექტურად ვბრაზდები იმაზე, ვისაც უნდა ვბრაზდებოდე და ეს არის ის, ვინც მე უნდა მაძლიერებდეს და ვინც მე რესურსს უნდა მაძლევდეს, როცა მე რაღაც არ ვიცი. მაგრამ ეს იწყება და არ უნდა მეშინოდეს ალბათ ამის თქმის, რომ მე რაღაც არ ვიცი. მაგის თქმა მინდოდა ეხლა ზუსტად. რომ ეს იწყება პირველ რიგში საკუთარ თავთან იმის აღიარებით, რომ მე ეს არ ვიცი. გამბედაობა პირველ რიგში სჭირდება იმას, რომ აღიარო, რომ არ იცი. სხვას კი არ დააბრალო, რომ არ იცი. და მით უმეტეს, როდესაც ეხება, ვთქვათ, ბავშვს, რომელსაც აქვს რაღაც ინდივიდუალური საჭიროება, შეიძლება რომ არ იცოდე და ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. რა თქმა უნდა. ხო? რომ არ იცი, ეგ შეიძლება კი არა, ჩვენ მასწავლებელს ვერ მოვთხოვ და მე მართლა გულით მინდა, რომ ეხლა რასაც ვამბობ, მასწავლებლები მიხვდნენ, რომ ამას ვამბობ მათთვის. მათთვის პირველ რიგში, რომ არ იყვნენ უმწეოები.
და მე ეს ძალიან ხშირად ზევდა და უსუსურობა ბრაზში გადაიზრდება ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ ვეძებთ რაღაც ბრაზი მაინც დრაივია და უმწეობა ძალიან უსია. ბრაზი ჯობია განცდის თვალსაზრისით. სხვანაირი არის ბრაზი და საერთოდ სხვანაირია უმწეობა და სასწორკვეთილობა. ეხა არავის არ მოსწონს ამ მდგომარეობაში ყოფნა. და მე ძალიან ხაზგასმით მინდა ისეთი რამე ვთქვა, რომ ბავშვს მართლა შეუძლია გაგრძნობინოს თავი უმწეოდ. შეუძლია ეს. უმწეოდ გაგრძნობინოს თავი, რაც არ უნდა კომპეტენტური იყო, მაინც. ეს ბავშვს მართლა შეუძლია, როდესაც ისეთ რამეს წააწყდები, რასთანაც აქამდე შეხება და გამოცდილება არ გქონია. პრობლემა ის კი არ არის, რომ არ იცი. პრობლემა არის ის, რომ იმ თავითვე ჩაქნეული გაქვს ხელი ისწავლო და ჩვენ ბავშვების мотиваციაზე რო ვლაპარაკობთ. ჩვენ თვითონ გვაქვს мотиваცია ვისწავლოთ. თუ გნებავთ ეს ნაწილი თავიდანვე არ ჩასვათ და მერე ჩასვით. ყველა გარეთ გაიშვერს ხელს. ხელფასი, ბავშვი არ იყოს თავხედი, მშობელი იყოს ასეთი, ის იყოს ისეთი და არავინ არ ითხოვს გადარჩენის რეჟიმშია, იცი ყველა თითქოს რა, ანუ თითქოს აი ჩვენ რო საუბრობდით, რომ 12 კლასელ ბავშვს გამოვკითხეთ, ხო და თქვა რომ შეცდომის დაშვება ლეგიტიმურია, შეკითხვა რო დასვა ეს. მასწავლებლისთვისაც ლეგიტიმურია შეცდომის დაშვება. ხო და ხო ამაზე ეს ხო ყოველდღიური ცოცხალი პროცესია. ბავშვი იჭყლიტება მშობლის და მასწავლებლის დისკომუნიკაციაში. და ბავშვზე ბრაზდება მშობელიც. და ბავშვზე ბრაზდება მასწავლებელიც. მაშინ როცა ბავშვი არის ბავშვის სპეციალური საჭიროებებით. მშობელი სთხოვს ბავშვს, რომ სთხოვს რომ ნუ მოიქცევი ისე და ეცადე უკეთესად ისწავლო, რომ მე არ გავხდე სულ ბრაზის, შეურაცხყოფის, დამცირების, ცუდი მშობლის, როგორც მშობლი რაღაცა თითის გაშვერის საგანი შენ გამო. და მასწავლებელი ბავშვზე ბრაზობს, იმიტომ რომ უსუსურია მის წინაშე. არც მშობელია დამნაშავე, არც მასწავლებელი, მაგრამ ყველაზე მეტად ბავშვი არ არის დამნაშავე. პრობლემა არის ის, რომ ერთმანეთს გულწრფელად არ ელაპარაკებიან მშობლები და მასწავლებლები. და ამას ვიტყვი და კი ბატონო, მე მკითხეთ. პრობლემა არის ის, რომ მშობელს არ შეუძლია ემპათია გამოიჩინოს მასწავლებლის მიმართ, რომელსაც სხვა ბავშვები ყავს და სხვა მშობლები ყავს და კიდე თავისი საქმე და ვალდებულებები, რომ ის გაკვეთილი მართლა უნდა ახსნას იმ დღეს, იმ კვირაში და იმ თვეში. და რო არ ახსნას კაცშვილი არ კითხავს, რატო ვერ ახსენია და ეტყვიან, რომ რატო არ იცი მე მაგ ბავშვის მართვაო, თორე უი ჩვენ არ დაგეხმარეთ და იმიტომ ამას კი არავინ ეტყვის იმ მასწავლებელს, იმას სხვა ვალდებულებებთან ერთად აყავს ეს კონკრეტული ბავშვი. ეს ერთი პრობლემა და მასწავლებელს არ შეუძლია თავი წარმოიდგინოს მშობლის ადგილზე, რომელსაც ზოგჯერ ღიად და ზოგჯერ შეფარულად უწუნებს აღზრდის მეთოდებს, მაშინ როცა ასეთ ბავშვთან ერთი დღეც არ გაუტარებია სრულად მშობლის რანგში. მშობელს მასწავლებლად არ გაუტარებია ერთი დღეც მასწავლებლის რანგში. ემპათიაზე ჩვენ რატო ვლაპარაკობთ ამდენს? ახლა რაც ვთქვი, ეს არის ემპათია, ერთმანეთის თვალსაზრისების ერთმანეთთან დაახლოება. რომ ეს ბავშვი კი არ მოვჭყლიტო შუაში ამ გაუგებრობებში, ჩვენ ერთმანეთს არ ველაპარაკებით, არ ვირაზმებით ამ ბავშვისთვის. არა, მშობელი ირაზმება მასწავლების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ნასწავლი აქვს, რომ ყველგან უნდა დაიცვას ეს მისი შვილი და თავიდანვე ხმლით მოდის. და მასწავლებელს ნასწავლი აქვს, რომ ყველა მშობელი მასე ჩხუბება და ისიც ხმლით მოდის, რომ თავი დაიცვა. ეს აქედან იცავს ბავშვს, ის იქიდან იცავს ბავშვს. ყველა ხმალი ხვდება ბავშვს. მე მაქვს ოცნება, რომ ეს დიალოგი შედგეს სკოლასა და ოჯახებს შორის. აი, ჩემი ოცნება არის, შეიძლება ხა ვიღაც გაეცინოს, მაგრამ იმდენად ბევრი პრობლემა მოგვარდებოდა ამით. დიალოგის კულტურა რო იყოს სკოლაში, მშობელსა და მასწავლებელს შორის, რომ აი ძალიან თავის რომ მკითხოს ვიღაცამ რაზე ოცნებობ, აი ამაზე ვოცნებობ, იმიტომ რომ უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ისეთი, რაც სცილდება სკოლას და გვეხება ზრდასრულებს და გვირთულებს ცხოვრებას და მუდმივ ტურბულენტობაში გვაყენებს და უსიამოვნოს ხდის ამ 12 წელსაც და შემდეგ ბევრ რამეს მოგვარდებოდა აი ამ დიალოგის კულტურით. როგორც ტიპური განვითარების ბავშვებთან, ისე სპეციალური მინიმუმ დაიწყებოდა მოგვარება. პირველი ნაბიჯი ეგ არის, რომ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, მე რა შემიძლია
შენ რა შეგიძლია და აი ის უფსკრული არც ერთს რო არ შეგვიძლია. რითი შევახსოთ? აი რითი შევახსოთ ის უფსკრული, არც მე რო შემიძლია და არც შენ რო შეგიძლია. მე რო დღეს არ ვიცი სწავლების მეთოდი, ჩემი თუნდაც დისლექსია ჰქონდეს. არ ვიცი სწავლების მეთოდი რა. მე უნდა ველაპარაკო მშობელსაც, უნდა ველაპარაკო სპეცმასწავლებელსაც, ადმინისტრაციას, ჩემს სხვა კოლეგებსაც იქნება და აქვთ გამოცდილება დისლექსიის მქონე მოსწავლეს როგორ ასწავლოს. და თუ ჩვენი გამოცდილებები არ გვყოფნის, თუ ვერ მოვძებნეთ ლიტერატურა ცოტა წარმოუდგენელია, მაგრამ კაი ვერ მოვძებნეთ ლიტერატურა, მაშინ უნდა გამოვითხოვო სამინისტროსგან კადრი, რომელიც მომეხმარება, რომ ეს ვისწავლო. გამოსავალზეც გადავიდეთ, მოდი, ხო, პრობლემა მართლა ძალიან ბევრია. ერთი ალბათ გამოსავალი პირველი არის დიალოგი. თუ კიდე რამეა სხვა პირველი და მე რა არის კიდევ სხვა? დიალოგი, რა თქმა უნდა, თუმცა პირველი მე მგონია, რომ არის სურვილი ცვლილების. სურვილი და მოტივაცია. ჩვენ ხო ორი შეხვედრა მოტივაციაზე ვლაპარაკობთ. მოტივაცია მარტო ბავშვს არ აქვს, მოტივაცია აქვს მშობელსაც და მოტივაცია აქვს მასწავლებელსაც. მასწავლებელმაც შეიძლება იმიტომ დაკარგა მოტივაცია, რომ ბევრჯერ დამარცხდა ბავშვთან და მშობელთან და ადმინისტრაციასთან და სამინისტროსთან და ყველასთან ბევრჯერ დამარცხდა და მასწავლებელი ადამიანია და მისი მოტივაციაც არ არის ესეთი მუდმივი და დროში სტატიკური და ჩვენ უნდა გავუგოთ ამ ადამიანებს აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან რთულ საქმეს ასრულებენ მართლა და ჩვენ ისეთ უკიდურესობამდე მე ძალიან მინდა რომ ეს მშობლებმა ძალიან კარგად გაიაზროს და მშობლებზე მეტად აი იმ სამსახურე მამას რომ მასწავლებელს ავალებენ, მინდა რომ კარგად გაიაზროს, რომ არ შეიძლება მასწავლებელს მოთხოვო თერაპევტობაც, მშობლობაც, ექსპერტობაც მისაგან და ყველაფერი მასწავლებელს მოსთხოვო და შენებს არაფერი არ გააკეთო, ეს მართლა შეუძლებელია, ხო? მე არ ვსაუბრობ ეხლა მსუბუქი შემთხვევის მართვას. ეს ერთი. მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია და რწმენა რომ მე თუ ამას ვეცდები, მე ეს გამომივა. მეორე ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ ბავშვებს წიგნებს რო ვუკითხავთ, ერთ-ერთი რატომაც სევდიან წიგნებს ვკითხულობთ, ერთ-ერთი მიზეზი არის, რომ ბავშვს დავანახოთ, რომ ზოგჯერ სუპერგმირიც კი მარცხდება. და ეხლა მე რო დავმარცხდე, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ამის მოსმენა მშობელსაც სჭირდება, ბავშვსაც სჭირდება, მასწავლებელსაც სჭირდება. მაგრამ რას აკეთებენ სუპერგმირები, როცა მარცხდებიან? რამდენიმე სუპერგმირი ერთიანდება და იწყებენ პრობლემის მოგვარებაზე, გზების ძიებას და ერთად გადაჭრიან იმ პრობლემას, რაშიც ცალ-ცალკე ყველა დამარცხდა. და ჩვენ აი ეს უნდა გავაკეთოთ. უნდა მინდოდეს, მოტივაცია უნდა მქონდეს ამის შეცვლის და თუ მოტივაცია არ მექნება, ფუჭი საუბარია ყველაფერი, რასაც მე და თქვენ ვაპარაკობთ. კი. მეორე, დიალოგი და ამ დიალოგში ღიაობა და გულწრფელობა, სადაც მშობელი ამბობს, რომ მე არ ვარ იდეალური და ბევრი რამე მეშლება ჩემს შვილთან. და მასწავლებელიც ამბობს, რომ მეც რაღაც სიტუაციებში მე არ ვიცი როგორ ვასწავლო ამ ბავშვს, ეს მეთოდები მე არ ვიცი სწავლების, როგორ მივუდგე, არ ვიცი. და თქვათ, რომ კი დახმარება გჭირდება და ერთმანეთში გამოცდილება გავზარდოთ. გავცვალოთ. თუ ჩვენი გამოცდილება არ გყოფნის, ვიფიქროთ, ვინ დავიმატოთ ამ ჩვენს შეხვედრაში, რომ ეს გამოცდილება გაგვიზიაროს. და ვის ვთხოვოთ დახმარება. ვის ვთხოვოთ და ვთხოვოთ კი არა, უკვე ერთმანეთთან ჩვენ უნდა ვიყოთ თხოვნის რეჟიმში. მე ესე მჯერა, რომ მშობელი და მასწავლებელი მოთხოვნებით კი არა, მართლა თხოვნით და პატივისცემით უნდა ელაპარაკებოდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გაფუჭებულ ურთიერთობას როგორ უნდა ვუშველოთ, მე მართლა არ ვიცი. მან მართლა ჩიხში ვარ და არ ვიცი რა გიპასუხოთ რა, მაგრამ თუ პიროვნულ უკმაყოფილებებს გვერდით გადავდებთ და საქმეზე, ანუ ბავშვის კეთილდღეობაზე ვილობ, ნახეთ რა მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს წინ, რა დროს პიროვნული უკმაყოფილებებია, ხო? მაშინ ერთმანეთს პატივისცემით უნდა ვილაპარაკოთ, აუცილებლად. მაგისთვის გვჭირდება ემპათია და ერთმანეთის ადგილზე დადგომა. მაგრამ მოთხოვნით უნდა ვილაპარაკოთ ადამიანებს, ვისაც მართლა პირდაპირი პასუხისმგებლობა აქვთ მასწავლებლის გაძლიერების, პირდაპირი პასუხისმგებლობა აქვთ მშობლის და ბავშვის მხარდან. აი იმათთან მოთხოვნით. ეს არის სახელმწიფო. გამოსავალი არის ყოველთვის, მეგინი. პრობლემა არის ის, რომ ემოციები ხშირად, აი ემოციები უსასობის, საცოწარკვეთის, უსუსურობის, არ ვიცი რა გავაკეთო, ბრაზის, მუდმივად თავდაცვით პოზიციაში დგომით, რომ ვიღაცამ ჩემი კომპეტენცია, მშობელი ვარ თუ მასწავლებელი ვერ ვისახება ეს. ჩემი კომპეტენცია არ დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ, ცუდი მშობელი ვარ და ამიტომ არ გამოვაჩენ რომ ეს სუსტაები მაქვს. აი ხა მე ვინმე არ მითხრას რომ ცუდი მასწავლებელი ვარ და ამიტომ არავის არ დავანახებ, რომ მე არ ვიცი როგორ მოვიქცე. აი ეს
კომპლექსები და პრობლემები ვინ რას იტყვის, ხო? აი ამას მივყავართ ჩიხამდე და პიროვნულ უკმაყოფილებებს, თორე როგორც კი ემოციებს გვერდზე გადავდებთ და საქმეზე ვორიენტირდებით და კომპეტენტურ ადამიანებს ჩავერთვებთ თამაში. დეიდას და ბიძას და ნაცნობ ფსიქოლოგს კი არა. კომპეტენტურ ადამიანს, ქცევა თუა პრობლემა ქცევის თერაპევტს და ემოცია თუ პრობლემა ფსიქოთერაპევტს და შეფასება თუ მჭირდება დიაგნოსტს, ხო? აი მაგ შემთხვევაში ფაქტებზე რო დავიწყებთ ლაპარაკს, თავისით გამოჩნდება ძალიან ბევრი გზა. სანდრა, ძალიან დიდი მადლობა. როგორც ყოველთვის იყო ძალიან ემოციური, იყო ძალიან ესეთი საინტერესო და პრობლემაზე ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ გამოსავალი ნამდვილად არსებობს და ჩვენ ცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ვიხდით გადასახადებს და ეს გადასახადები უნდა მოხმარდეს ბავშვების კეთილდღეობას და გეთანხმები, რომ ერთმანეთის მიმართ პატივისცემის რეჟიმში უნდა ვიყოთ ნამდვილად და თუ კი ვინმეს რაიმე უნდა მოვთხოვოთ, ეს არის სახელმწიფო, რომელიც მართავს ჩვენს საერთო ყოლობას, რასაც ქვია ბიუჯეტი და ეს ბიუჯეტი უნდა მოხმარდეს ბავშვებს და ბავშვების საჭიროებებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, მესამედ რომ მოხვალ ჩემთან, უკვე თანაწამყვანად უნდა მოგიხსენიო. საინტერესო იყო როგორც ყოველთვის, მაყურებელს დავემშვიდობოთ და შევახსენოთ, რომ უნდა გამოიწეროს მეგის პოდკასტი სანამ ზარი დაირეკება იმისთვის, რომ პირველებმა უყუროთ უახლეს ეპიზოდებს. მადლობა.